2021 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 14. ნახატზე გამოსახულ წრეში ორი ერთწინაღობის რეზისტორზე გამოიყო P სიმძლავრე. რის ტოლია ერთწინაღობის რეზისტორზე გამოყოფილი სიმძლავრე? გვეკითხებიან. ესე იგი თუ გავოდიდებთ ამ სურათ, ორი ერთწინაღობაზე გვითხრეს ჩვენ რომ გამოიყო P სიმძლავრეო. შესაბამისად ერთწინაღობაზე გამოიყოფოდა რაღაც გარკვეული PR სიმძლავრე, 4R რეზისტორზე გამოიყოფოდა P4R სიმძლავრე. და დავწეროთ ახლა P-ისთვის რა ფორმულა გვაქვს? P უდრის I კვადრატი, დენის ძელის კვადრატი გამრავლებული შესაბამის წინაღობაზე, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ორი ერის ტოლია. ხოლო R-ისთვის, R წინაღობის რეზისტორზე გამოყოფილი სიმძლავრისთვის, P-R-ისთვის ეს ტოლი იქნება I კვადრატი, IR კვადრატი, უაცრავად IR კვადრატი, შესაბამისი დენის ძალა გამრავლებული R-ზე. ხო, ანუ რო წარმოვიდგინოთ, გვაქვს რაღაცა დენის ძალა, აქაც ანალოგიურად იგივე დენის ძალა გვექნება, შემდეგ აქ გაიყო დენის ძალები, აქეთ გვაქვს IR დენის ძალა, აქეთ I4R დენის ძალა. ნუ ცხადი არის, რადგანაც IR და I4R წარმოადგენენ ის გაყოფის შედეგად მიღებულ დენის ძალებს, მაგათი ჯამი, IR-ის ჯამი, IR-ის და I4R-ის ჯამი, თვითონ ის ტოლია დენის ძალის. ამასთან, თუ გავითვალისწინეთ, R და 4R, რადგანაც პარალელურად არიან შეერთებული ძაბვებისთვის, ძაბვა UR-ზე ტოლი იქნება ძაბვის U4R-ზე. საიდანაც ომის კანონის გათვალისწინების წრედის უბნისთვის, აქედან მივიღებთ, რომ UR-ი თავისუფლი ტოლი არის IR-ის ნამრავლი R-ზე. ეს ტოლი იქნება I4R-ის ნამრავლი 4R-ზე. R-ები შევიკვეცება, საიდანაც ჩვენ არ გამოგვდის, რომ I4R-ი ტოლი ყოფილა IR მეოთხედის, კი ბატონო, IR მეოთხედის და აი აქ რო შევიტანოთ. I4R-ის მნიშვნელობა რა გამოგვიგება, მოდით ვნახოთ. ესე იგი, აქედან გამოგვივა, რომ IR-ს პლუს IR მეოთხედი, ეს ტოლი არის IC, საიდანაც გაერთმნიშნელიანებით მივიღებთ, რომ 5IR მეოთხედი ტოლი არის IC, საიდანაც განსაზღვრავთ ჩვენ IR-ის მნიშვნელობას, IR-ი ტოლი იქნება 4I შეფარდებული 5-თან. და შევიტანოთ ახლა PR-ის მნიშვნელობაში, IR-ის მნიშვნელობა. ეს ამ მნიშვნელობის გამოთვლა გვინდოდა ჩვენ, რადგანაც აი ეს სიდიდე განსხვავება, ანუ ეს ტოლი იქნება IR-ი მივიღეთ 4I მეხუთედი, ანუ კვადრატში რო ავიყვანთ 16I კვადრატ მეხუთედი R-ი გვექნება. PR-ის მნიშვნელობა, მოდი აქ დავწეროთ ეს ჯობს PR-ის მნიშვნელობისთვის. და მოდით ახლა PR-ს თუ შევაფარდებ S-თან, რა გამოგვივა? PR-ის შეფარდება S-თან მოგცემს ჩვენ, რომ ეს ტოლი არის PR-ის მნიშვნელობა არის 16I კვადრატ R მეხუთედი, გაყოფილი S-ზე, რომელიც I კვადრატ 2R არის, ანუ გამრავლებული 1 შეფარდებული I კვადრატ 2R-თან. I კვადრატები გვეკვეცება, R-ებიც გვეკვეცება, S2 და 16-ით შევეკვეცა, აქ 8 დაგრჩება და საბოლოოდ აქ 25 გვინდა კვადრატში რო ავიყვანეთ. და საბოლოოდ რა დაგრჩება? აქედან დაგრჩება ჩვენ, რომ PR-ის ფარდობა S-თან ტოლი არის 85-ის, საიდანაც PR-ისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 85-ი P და 85-ი, მოდი რიცხვის დანიშნულით 4-ზე გავამრავლოთ, მივიღებთ 32 მიასელი P-ს. ეს კი ტოლი არის 0.32 მიასელი P-ი. ანუ საბოლოოდ PR-ი ტოლი ყოფილა 0.32 P-ი. რომელიც არის პასუხი G.